ფულთან თამაშში ამჯერად თანამედროვე ქართული კალათბურთის ორი გამორჩეული ვარსკვლავი ერთვება. ტულუსთან და ბოისასთან ერთად თამაშობ. აქ ფიზიკურ სიმაღლეს არ აქვს მნიშვნელობა. აქ უნდა ჩააგდო არცეთი, აქ უნდა გამაზროთ ყველა. აქ თავარია ინტუიცია და ინტელექტი. როგორ დასრულდება ფულთან თამაშის გადამწყვეტი ორთაბრძოლა? შენ დადე და მერე ეს გადადებ საგემი. გახდება თუ არა ანატოლი ბოისა და კოტე ტუღუში ფულთან თამაშის მეორე სეზონის პირველი გამარჯვებული წყვილი. ფულთან თამაში იმედზე. უჭყიაო ვიღაცა ამბობდა. ცუდი სუნი აქო. ახალი ფულის სული სულ სხვაა რა. 100,000 ლარი რო დევსთან ერთად ხელით რო ეხები, ესეც სულ სხვა შეგრძნებაა პატივცემულებო დამიჯერეთ. ეს ევროპა ბეთია. არა ეს არა, ეს. რომელიც წარმოგიდგენთ შოუს ფულთან თამაში იმედზე. დიდი მადლობა. თავს მშვიდად რატო გგზნობ იცით? ამ ფულთან ერთად დაცვის პოლიცია გვიცავს. დიდი მადლობა ბიჭებო. თქვენ რომ არ იყოთ რამე შელებოდა. მაყურებელს მინდა დიდი მადლობა უთხრა, უღრმესი მადლობა თქვენ. ესე იგი დღეს ჩვენ სტუდიაში ნამდვილი საკალათბურთო ამინდია. კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა. 100,000-ის შენარჩუნებაზე იბრძოლებენ. შევხვდეთ! მოგესალმებით. სალამი. გამარჯობა. მაღალი იქით და იქით დაბალი აქეთ. ერთნაირებით ვართ. ნუ მაშინ დადე. როგორ ახართ? ჯერჯერობით. მოგწონთ ჩვენი საკალათბურთო ამინდი? კი, ძალიან. ხო, კარგი ამინდია აქ ჩვენთან სტუდიაში. ჩვენ რო ერთმანეთს მივესალმეთ, უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს ფული გახდა თქვენი. აი ესეთი უცნაური წესებია ამ თამაშში. რო დავამშვიდობოთ? რო დავამშვიდობოთ, არ ვიცი, რამდენს წაიღებთ. გასაგები. იმიტომ დაცვის პოლიცია გვიცავს მაინც, იგი ყოველ შემთხვევისთვის და მაგათ ხო იცი არიციან სპორტი, რამე, წამყვანი, რაღაცა არიციან. და იმიტომ რომ როგორ ასრულებენ იცი თავის მოვალეობას? პირნათლად. ძალიან კარგი. რაღაცა ის მწვრთნელი ხარ. კი ბატონო. და უხარია საზოგადოებას, რომ შენ ხარ მწვრთნელი. ეს რომელი ისა? არმია? და შენ რასაკეთებ? მე მოთამაშე ვარ, არმიაში. შენ არმიაში თამაშობ ისე, ხო? დაბა მე რას ვაკეთებ, აბა? შეგვიძლია მოგიფიქროთ რამე. რატო ხდება ესე რომ ადრე იყო აი მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში ხარ მე დაბალი ვარ 6 წლიდან თამაშობდი გენეცვალე ეგრე კი არ არის ხო სამ სკოლას დავამთავრებდი მანამდე თან თელავში ხო და ჩემ ბავშვობაში იყო ძალიან პოპულარული ეს სპორტი და აი ძალიან ბევრი ადამიანი დადიოდა და ბავშვების თამაშებზეც კი დადიოდნენ ხოლმე ბავშვები ეხლა ისი ბრალია არაფერი იყო რაღაც ჩავარდა და ჩემი აზრით ნელ-ნელა ვიბრუნებთ მე მგონია გუშინ. არა, ნელ-ნელა ვიბრუნებთ არა, კარგად ვიბრუნებთ. ძალიან კარგად ვიბრუნებთ, მაგრამ კარგი პაუზა გამოვიდა, ისე როგორც კინემატოგრაფში თეატრში, ყველგან იგივე იყო. ანუ ეს ხომ დრო მოიტანა. იგი. დაუბრუნდით. კარგი, ეხლა გადავიდეთ იმაზე ლაფრიან. როგორ ვითამაშოთ? ოღონდ არსად არ უნდა ისროლოთ. ეს თუ გადააწყოთ ხოლმე. არც ჩავაგდოთ. არა. არ ჩააგდოთ, აქ აი სად არ უნდა ჩააგდოთ. გასაგებია.
აქ არ უნდა ჩააგდოთ არც ერთი. აქ უნდა გამაზოთ ყველა. გასაგები. და მაშინ ბევრი ფული წახვალ. გაგუჭირდება, ძალიან გაგუჭირდება. უნდა გამაზოთ, არ ჩააგდოთ. არც ერთი არ ჩააგდოთ, იმიტომ რომ ესენი იხსნება. და ტყუილათაც რომ დადო, მე ეს იხსნება და ითვლება თან, მე თუ ეს გაიხსნება და ჩავარდება, ითვლება. გასაგები. 4 ბოქსია. სწორი პასუხის შემთხვევაში 1 ბოქსზე მიდის მთელი თანხა, რაც გაგაჩნიათ. თუ არ ახარ დარწმუნებული, ნაწილდება მხოლოდ 3-ზე. ერთი აუცილებლად უნდა დარჩეს თავისუფალი, ვინც იქნება ყველა ჩავარდეს და ის ერთი იყოს სწორი პასუხი და არ დაიხსნას და წააგოთ. მაგის არის, გაიგე, ნახე როგორ აქვს მოფიქრებული, გაიგე? აქ გამოვა კითხვაც, აქ გამოვა კატეგორიების და ყველაფერი. 60 წამი გაქვთ მოსაფიქრებლად და ფულის გადასანაწილებლად. ორივე ერთად ხდება. ორივე ერთად ხო შეუძლიათ კალათბურთელებს? თავარი ეგ არის. მაშასე ტუშთან და ბოისასთან ერთად თამაშობ. ოღონდ ფულთან. აი გარი, აი, ორი ერთზე კალათბურთს ვერ გათამაშებოდით არა? ფულთან გეთამაშებით. აი, ვის გითამაშიათ ორი ერთზე? კარგი. ორი კატეგორია, ეკრანზე პირველი შეკითხვა ადვილი იქნება. წინასწარ გაფრთხილეთ. მარტივად მეგრეთ. მეორეც პრინციპში. მესამეც და ასე. მერვეც კი. ლეგენდა და ნიკოლოზ ბარათაშვილი. აი სათქვენო შეკითხვაა ბიჭებო. ორი. ლეგენდით დავიწყოთ. ლეგენდით დავიწყოთ. კი ბატონო. ლეგენდა. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე ყურადღება აქეთ ბიჭებო. ტკბილეული, ქუსლი, ქალები და იდაყვი. მეტა რა იქნება, ხო? აბა, რამ, დაღუპა იყო თუ რა შეკითხვა? ლეგენდის თანახმად რა იყო აქილევსის სუსტი წერტილი, რამ დაღუპა? ქალებმა რა, მაგრამ ქალებმა, ასე და ტკბილეული. დუდუკი. არის და დუდუკი. დავაი კოლეგ დრო არ თავკარგო. მე პირველი. დრო მიდის. მაგას დროს ვაჩერებ თუთა? თუ ოღონდ ჯერ უნდა გააკეთოთ თქვენი არჩევანი. ეხლა შეგიძლიათ გააჩეროთ. ხო, ალბათ გავაჩერებთ, რადგან დარწმუნებულები. შეჩერდი წამო. აჰა. ესეც მე ვარ. რატომ გადაწყვიტეთ ბიჭებო ქუსლი? ქალებმა დაღუპეს ეგ. ქალებზე მინდოდა. და იდაყმა. აჰა. იმიტომ რომ მაგალითად ხომ ქალებთან მაშინ შეიძლებოდა რა ქალებთან ხო გაერთობოდა ხოლმე მე იდახს უტყავდა ხოლმე კუჭში. და აი მაგან დაღუპა, გაუწდა. ტკბილეულია რა. ტკბილეული კარგი ხონა მაგას, არ უყვარდა ძალიან. ტკბილეულია. 100,000 ლარი გაქვთ, დააბრუნეთ თანხა უკან. თავასუროთ რა. უნდა უთხრა მიიღეთ მონაწილეობა მასწავლებელო. კოტემას. ხო ეგრე არ არის ხა? იერარქიულად ხო ეგ არის. მაგრამ აქ ხა იერარქია ჩობა არ ვიცი. მაინც ორია, მეორე კატეგორია. რევოლუცია და მიმინო. მიმინო ჩვენთან არის ძალიან მოდაში. იმიტომ რომ ყველა მიცის ეს ფილმი, რა. არა, მიმინო ჯობია, ხო, აბა ეხლა რევოლუციურ ჯერ არ ნახოთ, ჯერ არ გაგოლის ზვაჩაღაზაკადოს ზვაჩეშენებას რა გვინდა ეხლა. მიმინო, 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. ზარბაზანა, აბრეზა, მაიზერა, პუშკა. აბა რა ერქვაო? რა კითხვა გამოვიდეს რა ეს რა. შეკითხვა? გაინტერესებს? რა ერქვა ვალიკო მიზანდარის ზარსა. დააწყეთ თანხა. იქ რაზეც ვფერდი. დრო მიდის. 56 წამი გაქვთ. დროზე ტოლი. მიდი, კარგად აწყოთ. მე Facebook-ზე დავდებ რა.
გავაჩეროთ? კი, გავაჩეროთ. ეგ წამო. რო გავაჩერეთ? ნახევარ წუთში გადაანაწილეთ ახლა ეს იგი სწორად იქიდან აქეთ. სწორი პასუხია პუშკა. აბრეზა მომწონს მაგარი სახელი. მაიზერაც არ არის ცოტა. მაიზერა, მაგრამ აბრეზა უფრო მომწონს. დაბალ ტიპებს ეძახიან ხოლმე აბრეზას. კალადურჩი მithmetes. კალადურჩი. აჰა, ზარბაზანა ყოფილა კაცო. ვა, ზარბაზან. დავხუროთ ესა და თახა დავაბრუნოთ ადგილზე ისე. ესე იგი, ამდენი ხანია ვთამაშობთ და ვერ ჩააგდებს ბიჭებმა ვერც ერთ ქულიანი რა. მაგრამ არა უშავს, აქ ეგრე გააგრძელეთ. სამიანები არ გვაწყობს ხო აქ? მით უმეტეს სამიანები არ გვაწყობს. გავაგრძელოთ ხო? 100.000 ინარჩუნებ და ინარჩუნებ. რაღაც კარგად ვიდეო. როგორ რას ვუზავთ ამ 100.000 მერე? თუ დაუშვე და მოიგეთ. მოუძებდით. რაღაც έτσι არ ხავთ 100.000 ვერა, მაგრამ აი რაში გამოიყენებთ? გაჩნია რამდენი იქნება. მოდი რომ მეური რო იყოს, აი ნახევარი რო იყოს. აი ალბათ ყველაზე მარტივი ხო დასვენება რა. დაისვენებთ ხო? აბა. აი გალენ ბიჭები, დაქნანე. დასვენება უნდა. მესამე შეკითხვისთვის მოემზადოთ. ვიჩალიჩებთ ბიჭებო, არაფერია მოიცა. ორი კატეგორია ეკრანზე. მითოლოგია და კალათბურთი. მითოლოგია ხო ბიჭებო? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მითოლოგიას ვიჩვენებთ ხო? მითოლოგია არ ჯობია? და კალათბურთი. კალადურთი ყურებაში. კალადურთი. კალადურთი კი ბატონო. ტოლი. კალათბურთი და წინ წავიწიოთ. ფული რისკი არ არის ფულთან. ხო? კალათბურთი და გავრისკოთ, მოდი კალათბურთი. იქნება ქართული კალათბურთი ამოვიდეს არ მიცნობ. კალათბურთი. ქართული კალათბურთი ვიცით ხო? ასე თუ ისე მაინც გაგონილი გიქნება. სვენია. 4 სავარაუდო პასუხი, აბა ვნახოთ რა ხდება. ესე რომ უყურებთ მეოთხე შეკითხვა, შეიძლება კაი რთული შეკითხვა ამოვარდეს. მადრიდი. მესამეა ბოდიში. ჟენევა. მოსკოვი. ათენი. მოგითხარით რა? კალათბურთი ეძახე შენ და ვნახოთ აბა შეკითხვა. სად გაიმართა 62 წლის ფინალური მატჩი თბილისის დინამოსა და მადრიდის რეალს შორის, რის შედეგადაც დინამომ ევროპის თასი მოიპოვა 62 წელს. ავიდა დრო. ათეში, მაგრამ ჟენევაზე დავდგებთ. ათენში, მაგრამ ჟენევაზე დადებთ, ხო? მე მოსკოვზეც დავაგდებდი 1-2000 რა. გავასწორეთ თქვენი ნებართვით სახას. გავაჩეროთ დრო? კი, გავაჩერეთ დრო, 62 წელი. და სწორი პასუხია ათენი. და უცად ათენი რო იყოს და რო შეცდეთ. ჰა, ფუშე? რა, გამორიცხული არ არის. კალადურთი არ მსმენი არის ფერი. კალადურთი ხარ გაგიგეთ. განსაკუთრებით მწვრთნელებს. მით უმეტეს 62 წელს. დაბადებულიც არ ვიყავით, მაშინ რა ხდებოდა? ო, რა იცი რა ხდებოდა 62 წელს. მეც არ ვიყავი დაბადებული 62 წელს. მეცაც გეტყვი, ჩემები ძლივს იყვნენ, პატარები იყვნენ, მშობლები. მაგრამ ერთი და ჩემი იყო 6 წლის მაგას. თუ ახალგაზრდა ყოფილი ხარ შენ რა? საკმაოდ. ერთი ისტორიასაც ვიტყვი, მაშინ დინამოსგან გვაქვს მოსვენილი, რომ ისე წავიდნენ ფინალზე, რომ თურმე ჟურნალისტები, არავინ არ გააყოლეს საერთოდ, იმდენად არ ჰქონდათ იმედი, რომ მოიგებდნენ იმ თამაშს. და აჰა, აი, უპატრონო ევროპის თასი წამოიღეს. არ აწყობდათ კამია. აი, არ ვიცი ხა აწყობდათ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ესე რომ მაინც და სტალინი ახალი გამოტანილი იყო ერთი წინა წელს გამოვიდა. აი, გაგარინი გაფრინა, სხვაგანი იყო ყურადღება გაეტანის სპორტი ნაკლებად. ხრუშოვმა რაკრაიძის მდინარეების მოტრიალება უნდა და რაღაც. მაგრამ თავისებურად უბერავდა ეკაცი მაშინ. ნახოთ სწორი პასუხი, აბა. ეს უპატრონოდ დარჩენილი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონები როგორ გახდნენ? სად გახდნენ, ხო? სად? უიმედდა. რა მითხარი და?
მესამე შეკითხვას გავართვით თავი ისე რომ ერთიც არ ჩაგვიგდია. შეგვიხარია თან, პირველად ვიხარია ეგეთი რამ. დააბრუნეთ ახლა 100,000 ლარი. ახლა დაამუგამეს უკვე რა ჩქარა გადმოაწყოს რა. აი რა, ყველაფერი პრაქტიკაა. სულ დავდეთ არგა. უკვე უფრო განაწილება მოგიწევდა. ისე დალაგდა. მომზადეთ. ნახოთ აბა ერთი რა კატეგორიები მოგვიმზადეს მეოთხე ეტაპისთვის. შემეშინდა ბერლინალე, ფრინველთა სამყარო. ისე ფრინველთა სამყარო თქვენთან ახლოს არის მაინც. ჩვენთან ბევრი გაფრინავს. ბერლინალეზე დამოგახსენო, აფშკარად ჩემი მხარეა ეგა. ხო დაგვეხმარები. გაგეხმარებით აბა რა, ბერლინალეს აირჩევ თუ ფრინველთა სამყაროს? ვენდო? დუდას. შენი მოწინააღმდეგე აშკარად 2-1-ზე 2. 2-1-ზე ხართ და აბა რა ვქნა ახლა? მარტო ვარ და. არის ტოლიქ რომელი? ხილები ისე მორბენალ ფრინველებზე გვეკითხები. ხო, მორბენალ ფრინველებიც ვიცი კი. გარბიან კიდეც. მოდი ფრინველთა სამყარო ვაგოთ. რთული იყოს ისა. თუ წავაგეთ რთულად წავაგეთ. ხო, და ეგ ვერ ბეჭორთული შეკითხვა იყო. გეთდება. შენი იცი ძმა, რომ მიღწევი გეტყვი როგორ არ ვიცი. და აბა კვეს სადადებს უნდა კითხო მე და აი გარი. მანამდე მე გეტყვი მე. კარგი. კარგი, რა გავაკეთეთ? ბერლინალე თუ ფრინველთა სამყარო? ფრინველთა სამყარო. დირექტორმა ეგრეთ თქვა, ფრინველთა სამყარო. ფრინველთა სამყარო. გეუბნები ახლოსაა თქვენთან თო. ნახოთ აბა 4 სავარაუდო პასუხი და ძალიან თვალ შეგვეშინდება. ავსტრალია, აზია, ამერიკა, აფრიკა. აი ხა რა ფრინველი იქნება? რომ გავარკვიოთ კონტინენტის თემა. ნახოთ აბა რა ფრინველზე გვეკითხებით, სად რა საშუალება. სად ცხოვრობენ? ტუკანები. უი დედაჩემ. ან ამერიკა, ან ავსტრალია. დრო მიდის? ამერიკა. ასე რომ მიდი. მოდი აზია დავტოვოთ, ხო? აზია არა, მარა. ტუკანი. აზია არა. დრო მიდის, ტოლიქ. აზია არა. ტუკანი. არაჩერი მე გავანაწილოთ. მაინც ამერიკა და აფრიკა მგონია. ავსტრალია რა? 40 წამი გაქვს კიდევ. მგონია ვაფშე. აჰა. აი რატომღაც უფრო ამერიკა მგონია რა. ესე? თუ ამერიკა. მე მაინც ამერიკა მგონია რა. თლიანად კონტინენტი ერთად ითვლება, ხო? ანუ აქ ეს ამერიკაა, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთით და სამხრეთით. 15 წამი გაქვს. არა. არა და ავსტრალიას. არა ბიჭო, ამერიკა. ტოლიქ რა? 3, 2, 1 და დრო ამოიწურა, ვეღარაფერ შეცვლით. ავსტრალია 3000 ლარი საწყლად. ტუკანი ერთი არა. გაყოფა რა კიდე და სულ. მე მაინც ეს 2 აქედან რო ავიღეთ ეგ არის, ხო? 2, 5, კიდე 5, კიდე 5, 15-18, ანუ 36,000 არის აფრიკაზე და დანარჩენი დევს ამერიკაზე. კარგი, რაღაცა თანხას რო კარგავთ, ეგ ხო არის. ამდენს ვეღარ ავაცილებდით უკვე რა. 58,000 ამერიკა. არ არის ცუდი, მაგრამ ეს აზიარად დამიტოვეთ, ისი ვერ მივხვდი. ტუკანი რომელია, იცი? დიდი ცხვირი თუ ნისკარტით. დიდი ნისკარტი როა, ხო? ეგ არ არის, ეგ არა. ფრინველებზე მოთხრობები ნანახი გააქვთ? კი. რომელი გაქვს ნანახი ბოლოს? რიო. მერე? ტუკანია? რიო დე ჟანეირო, ბრაზილია. ხედა? ამერიკის ამერიკა. ნახოთ პასუხი. ავსტრალია კარგია რომ 3000 წავიდა. მაგრამ გმირად არის. აი ბევრია რა აქ მაინც რა. აჰა. მოდი კომერციულ წრაზე გავიდეთ, ცოტა ვანერლიულებ.
მაშასი დაგიბრუნდით ჩვენ ბასკეტბოლისტებთან ერთად. გავიც ეგრევე ეძახით მაინც ძველები, ახლები აღარ უკვე კალათბურთელებს გიწოდებენ. ბოისა ანატოლი და კოტე ტუღუში აზუკვებ წვრთნელი. არმიელები მოვიდნენ მოკლედ ჩვენთან სათამაშოდ და კითხვა იყო ასეთი. სად ბინადრობენ ტუკანები? ავსტრალიაში, აზიაში, ამერიკაში თუ აფრიკაში? ავსტრალია გაიხსნა და 6000 ლარით თან წაიყოლა, ძლივს ჩააგდეს ბიჭებმა. როგორც იქნა, იმიტომ რომ აღარ მეოთხე შეკითხვამდე 100000 ლარით მოვიდნენ და რა გინდა რა. დარჩენილია აზია 0 ლარია ანგარიშზე დადებული, ესე იგი, არ ვიცი და რაღაცას აზია გამოვრიცხეთ სამუდამოდ. აფრიკას 36000 ლარი აქვს და ამერიკას 58000. კი გავიხსენეთ ერთი მულტფილმი რიო. სადაც ეს ფრინველი მონაწილეობს. თავაროლშია თუ არა იგივე რა, ეგ არ ვიცით ხო? თავაროლში არ არის, მაგრამ ესეთი დამხმარეს როლში არის. ესეთი კარგი სახასიათო პერსონაჟია. ნახოთ აბა სწორი პასუხი. ბევრი ჩავაგდეთ რა. 36000 პლუს 6000 42000 დავკარგეთ, მაგრამ გვაქვს 58000. აი ტოლიკ შენი დამსახურება იყო ანატოლი ბოისას დამსახურებით 58000 შეინარჩუნეს ბიჭებმა. დააბრუნეთ ახალში. მეხუთე შეკითხვაზე როგორ აგვაქვს იცი აქ წესები ცოტა იცვლება, ანუ რა იცვლება რა ერთი მონიტორი აკლდება და ერთი ბოქსი. და უკვე 3 სავარაუდო პასუხი გამოდის და 2-ზე ვანაწილებ თანხას, ანუ დანაკარგი უკვე ნელ-ნელა იზრდება. თუ მცირდება, გაჩნია როგორ შეხედავ. აბა ნახოთ მეხუთე ეტაპის 2 კატეგორია. ძველი საბერძნეთი და ასტეროიდი. ასტეროიდის არ ვიცი, წარმოდგენე რა. მოგეწერათ მე ასტრონომიაში ძალიან ცუდად ვიყავი ბავშვობაში, კი ვიცი ზუსტად. ასტეროიდი. აუ ძველი საბერძნეთი. ხო, ასტეროიდი ფილმიდან თუ იქნება კითხვა, რომ მე ასტეროიდზე. არმაგედონი რა. არმაგედონი და ვინ გადაარჩინა მსოფლიო. ძველი საბერძნეთი. ძველი საბერძნეთია მილიარდი კინო არის, რაღაცა არის, ბავშვობა არის, ისტორია ისიც. რაღაცები გაგვიგია ეხლა და წესით არ უნდა იყოს ძალიან რთული. ძველი საბერძნეთი, კი ბატონო, გადავწყვიტეთ. 3 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. ოდისევსი, პერსევსი და ტიტანი. არც ისე რთული ამავე გამოვიდა. აბა ვნახოთ, რას გვეკითხებიან. კითხვას გააჩნია. ძველი ბერძნული მითოლოგიის რომელმა გმირმა დაამარცხა მედუზა გორგონა? აბა ოდისევსმა, პერსევსმა თუ ტიტანმა? ოდისევს. ტიტანი მეც გამოურიცხე და მომღაც. დრო მიდის ტოლიკ. მედუზა გორგონა. პერსევსი ვაფშე. ხო, ყველა ოდისევს დავდო. არ ვიცი. 30 წამი გაქვს ბიჭებო? კითხვა რა? მეხუთე კითხვა სამაგისო ძალიან ადვილია რა. ასტრახი მაიც რა. ამდენი? არა, ნაკლები. 20-ზე ნაკლები. მაგრამ ვითომ ესე? ბუზაის. პერსევსი. 10 წამი გაქვს დრო. 10 წამი. 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. დრო მოიწურა. ორი წელი გადმოვიდე? ორი გადმოვიდა. ისევ. კარგად აგვიდაცდი. ორის გადმოდება, ხო? ხო, მაგრამ წინაზე გაამართლა, იმიტომ რომ ავსტრალიას მოვაშორე. აქ სულ 6 წელი დევს, ესე იგი 12000 გამოგვივიდა პერსევსზე და დანარჩენი შესაბამისად 46000
ოდისევს სწორი პასუხი გვაინტერესებს. რა თქმა უნდა, მოლოდინის რეჟიმში ვართ. სწორი და ტიტანს არც ერთი, ნუ რაღაც რომელიღაცა ხოლმე დაგვეტოვებინა ეს. ეს არ არის, არ მგონია. ტიტანი არ გონია. ხო, სატიტანი. ოთხი კარგად აგებასდით. ტიტანი არ გონია, ხო? არ მეგონა აქამდე. არა, არც ახლა არ მგონია. ესე იგი პერსეპცია და ანუ ცოტა შევწდით. Я так думаю. Я так думаю. თორმეტი 1000 გვაქვს. სასიხარულოა, მაგრამ მაინც სამწუხაროა. მოგითხარი იერარქიას დაანებეთ თავით ხო? როგორც თამაშობთ ადრე, ისე ითამაშეთ ერთად. და აცალე ადამიანს კარგად თამაშობს. მეექვსე ეტაპის დრო დადგა. ნახოთ ორი კატეგორია. ყურადღებით, ანატოლი. ძიუდო ჩოგბურთი, რომელი გირჩევიათ? ჩოგბურთი ალბათ არა? ჩოგბურთი. მე ჩოგბურთი უფრო მეტი. თუ ძიუდო? ჩოგბურთი. რატო ჩოგბურთი? ჯიუდოში ხო ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ზოგადად ინფორმაცია უფრო ჩოგბურთზე ვფლობ ვიდრე ჯიუდოზე. კარგი, მაშინ ჩოგბურთი იყოს. მე ხო ერთ შეთამაშო კარგად თამაშობ. მიგდის და შენი შეჩერება არ შეიძლება. აი, იცი რა, იცი. ჩოგბურთი და სამი სავარაუდო პასუხი. რაფაელ ნადალი, ჯონ მაკინროი, ბორის ბეკერი. გეცნობიან ხო ყველა? აბა ეხლა ნახოთ რომელ წელს რა ვინ დაქნა. აშკარად იქნება. დაასახელებულ ჩოგბურთელთაგან რომელი არ არის ცაცია? არ არის ცაცია ერთ-ერთი აქედან. ნადალი ცაცია აშკარად. ეს ბეკერი არ მახსოვს. სიჩუმე? ორმოცი წამივიანეს დარჩენილი. ბეკერი არა ცაცია. დავდოთ და მე მოვიფიქრეთ. შენ დადე და მე ეს გადადებს საგემით. დიდი ეხლა დანარჩენი მიხედე. აუ ეს ვაფშე ზოგადად არ მახსოვს რა. სიმართლე რო გითხრა რა. აუ დინა ბეკერი იყოს. რომელი არ არის ცაცია? ორი აქედან ცაცია, ერთი არ არის ცაცია. გადავდო ორი, თუ ერთი გადავდო და დავიზრიო თავი. ხუთი, კიდე ერთი კითხვი დავიწიო, თუ რამე კიდე ერთ კითხვაზე გავხსნე ერთი პასუხი. დრო ამოიწურა. ორი უნდა შენ გაკ ორი ცალის გადადება კარგად დაშტილი. ანუ ეს გამაფრთხილე რომ შევწდი? რომელი არ არის ცაცია ჩოგბურთელი ამ სამიდან? ნადალი, მაკინროი თუ ბეკერი? ნახოთ, აბა სწორი პასუხი. ბევრმა იცის საქართველოში, იმიტომ რომ ბევრი კომაგი ყავს ჩოგბურთს. ოჩახ გადაწყვეტილებაში. ორი გადაგვედოა რა. მაშასე დაგიბრუნდით ჩვენ ბასკეტბოლისტებთან ერთად. ნახოთ აბა სწორი პასუხი.
აი. რას უფრო შორს მიდივარ, თანხა რო იკლებს ვერ გაიგე? ცოტა გენერვიულად, ხო თქვი, მაყურებელს უფლება ავიღე ბიჭებს ცოტას ვანერვიულებ თქო თქვი და. კარგი რა გინა 10000 დაგვრჩა. შვენიერია. კაია რო ერთი გადმოდი და საერთოდ შენ რო გადადეხო. შენც კარგად მოიქეცი ამ ეტაპზე ხო? აქ უკეთესად მოიქეცი ვიდრე. აქ ძალიან კარგი, გამოისყიდებ თელი წინა გადალაგებები. ხო. ორი კითხვა გადაგჭათ. ვნახოთ აბა მეშვიდე კითხვის ორი კატეგორია. ტაძრები თუ საზღვრები? საზღვრები. თუ ტაძრები? შენამორჩი. არა ტაძრები. მოდი საზღვრები იყოს. არა. საზღვრები იყოს. ამ ტაძრებიც რა, ეხლა ყველაზე ცნობილებზე იქნება ხო ალბათ. რო არ იყოს. ხო, რო არ იყოს ხო. საზღვრები იყოს ხო. რა, თქვენი გადასაწყვეტია. ესე თემაა რომ აი მეშვიდე კითხვა არის. რამდენი საზღვარიც არის, იმდენი ტაძარი შეიძლება გამოსახელოს. არ იქნება რა თქმა უნდა. თუ საზღვრებზე უფრო მეტი ტაძრები არსებობენ, მაგრამ რამდენი საზღვარიც არის და უშუალოდ იმდენი ტაძარი არის, შეგვიძლია თქვათ. საბოლოო გადაწყვეტილება. საზღვრები. და სამი სავარაუდო პასუხი მონიტორებზე, კარგად მიდიან ბიჭები. უნგრეთი, ალბანეთი, სლოვენია. აბა ნახოთ რას გვეკითხებიან. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელს ესაზღვრება იტალია? აი რას ნიშნავს სპორტი, მოგზაურობა. რა? სლოვენია ჩვენი მეორე სამშობლოა. შევაჩერო დრო? კი, გავაჩერო დრო. დეკ. ბრავო. ალბანეთი ხო არ არის? არა. ზუსტად იცი? ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ერთხელ მომიწია, ესე ვთქვათ, უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი სლოვენიის და იტალიის და ხო? კი, და მე ისე უკანონოდ უკან გადავკვეთა. მანდაც მოსულა ეგეთი რამეები, იმიტომ რომ მე მეგონა მარტო მისკიდან ძრებოდნენ ქართველები მოსკოვში. ჩემი ძმა მიმყავდა სლოვენიდან, იტალიიდან, სლოვენიაში სახლში რა მოგეხსენებათ იქ. ეს შენი ძმა რომელია? ვლადიმერი. ბოისა ხო? ვიცი ხო. ხო და ნუ ეძინა მას და მე არც ვიცოდი, მე ვიცოდი რომ სლოვენია უკვე შენგენის წევრი იყო, მაგრამ არ ვიცოდი რომ ანუ ოფიციალურად საბუთებით მაინც საზღვარი, ანუ შენგენის ვიზა არ მოქმედებდა და ესე მძინარი გადავიყვანე, რომ გადავიყვანე, მე ცოტა არ იყოს მეჩხუბა და უკან მოგვიწია ესე ჩუბად გადმოსვლა. და რა გითხრა მე საბოლოო ჯამში? ანუ მე რა მითხრა არაფერი, მაგრამ ცოტა გიჩხუბა როგორი იყო, ცოტა ჩხუბი როგორი იყო? ცოტა იყო. ცოტა იყო. აგის დიბიჭი რა. უკვე დიდი ბიჭი ვიყავი და ვერ მომერეოდა. ხო. სწორი პასუხი გვინდა ხო? მაინც. ანუ მე ვიცი. ამ კითხვაზე არ ნერვიულობთ. არ ნერვიულობთ. ხო, გეტყობა კავკასიაზე დადექით უცად. რა გენავლევთ ფინალამდე გახვედით. თუ ასია საქმე. იზი რომელსო არ ველოდით არა. აი ეს სიმღერა შეგვიძლია. ნახოთ აბა სწორი პასუხი. არა ბიჭოს. აი ეს არის საამაყოდ შეგვიძლია გამოვაცხადო რა, რა ერთი შეკითხვა დარჩა. და 101 მოვაკერით, მეტი კი არა. პრაქტიკულად არ დაგვიკარგეთ 0 დავკარგეთ. სულ რაღაც. ერთადერთი ნულიანი დავკარგეთ. ისიც რა, 0-ს ვინ დაეძებს, ხო? აბა, აი გათქვი. ხო ეგრეა. 10000-ით რა სიზავ? დაისვენეთ პრინციპი. შესანარჩუნე. ოღონდ ძალიან ვერა, მაგრამ დაისვენეთ. საკმარისია. ორი კაცი დაისვენეთ. 7-ად ოჯახებით. ამოცა. წენი მომიტანი. შივაჩკა რა გაგშილდა? საღამოსაც ვაკეთებ ოთახებში. თახებში. არა, გორა ტელევიზორში.
ისე პრინციპში კაია ხო, რა ვიცი, 10 გეყოფათ. შემცირება აღარ გვაწყობს. შემცირება აღარ გაწყობს და ეხა ეს როგორი ვარიანტია, მერვე შეკითხვაზე ხდება ეგეთი რამე. მუშაობს მხოლოდ ეს ორი მონიტორი და ორი ბოქსი. აი ეს თან ხან თქვენი იქნება, ან არც ერთი არ იქნება. ანუ აღარ მცირდება, ან იკარგება, ან გააქვთ. 50-50, როგორც იტყვიან. 50-50. მერვე ეტაპის კატეგორიები ეკრანზე. ბიჭები ფინალში არიან. კალენდარი და ძველი ცივილიზაცია. აი ეგ გარტყმაზე ვიქნებით. აქ თუ გავარდი. ან ვისვენებთ ან არა ბიჭებო, აბა ყურადღებით მობილიზდით. ისტორია, კალენდარი. არა, ან ვისვენებთ კარგად, ან ვისვენებთ ისე რა. როგორც ახლა. ხო. სახში. თამაშებში დავდივართ რა. ძველი ცივილიზაცია და იქნებ რამე დაგვიკითხიან, ამოგვიკითხია კოტე რა. კალენდარი შეუნდა იყოს. კალენდარი რამდენიმეა კალენდარი, ხო? მუსულმანებს თავისი აქვს, ჩინელებს თავისი აქვს. იცით ეგენი? ხო და მე არ ვიცი, ზუსტად ჩინელები ძალიან წინ არიან, ხო მგონი? ხო და ეგ ირანელები უკან, მუსულმანები უკან. ხო და ძალიან ისეთი რთული კითხვა არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ძველი ცივილიზაციას. ხო? ძველი ცივილიზაცია. და ორი სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. 10,000-იან დაგვრჩება, ან არა? Hamilcar Barca. Hannibal Barca. ვინ არიან ესე? ნახოთ აბა რა გეკითხებიან, გონზე არა ვარ მეც. ელინისტური პერიოდის რომელმა მხედართმთავარმა გადალახა ალპები სპილოების დახმარებით იმისათვის, რომ დაეპყრო რომი. უდარა. ბიჭო ჰანიბალ ბარკა თუ განიბალის ამილკარ ის რო ანუ ბარკა. მოწყალო იყო და ხოცავდა ყველას და მაგი დაიწყო რომი ხტები და მაკედან მოდის სიტყვა განიბალი რომიდის უმოწყალო იყო და ესეთი არა შეიძლება სიტყვა თითქოს განიბალი ამ პიროვნებისგან მოდის რა და რახან რომი დაიწყო ძალიან ძლიერი იყო და ძალიან უმოწყალო იყო და ალბათ შეიძლება ანუ ჩემი ლოგიკით რომ იმჯელოთ ეს უბრალოდ პატარა ასოების თამაშია და მართლა მაგის უნდა იცოდე რო გასცე ასე რომ ეს მგონია ხო თქვი რომ გარტყმაზე უნდა ვიყო თქო და ან გაგვიმართლებს ხო გაჩერდეს დრო და ანუ ანეგარი ანა შეჩერდი წამო გაჩერდეს დრო ფინალში ესე იგი მამაშვილის ამბავია რა ეს რა როგორ არის მამა და შვილი ხამილგარ არა ალბათ თითო ჩემი აზრით ხო განიბალი მე მგონი სიტყვაზე კარგად კი ვინერვიულეთ და ინერვიულეთ არა კარგად ვითამაშეთ კი ბოლო ფინალამდე მივედით სამწუხარო წელს ციდა ჩემპიონატში ვერ მივედით ფინალამდე აქ მაინც მივედით და აჰა რა გინა ფინალში მაინც ერთი ნაბიჯი მაინც ვითამაშეთ სპილოების დახმარებით ნახოთ სწორი პასუხი ჰეა ჩავარდეს ჩასავარდნი უნდა ჩავარდეს მო ჩვენ საერთოდ ვაგდებთ ხოლმე და ხოდა იქნება აი ფინალში ჩააგდოთ ჩავაგდე აგინე რა ძახიდე დაისვენ თარჯობია ბრავო, ეს გული თქვენია 10% შევინარჩუნეთ. მე მგონი ღირდა ნერვიულობთ, არა? რავდივარ. ესე იგი, ბიჭებო, ვისვენებთ? სტარად, შვილად ეს გული თქვენია.
ავიღოთ? თან რა თუ შავ პარკს მოგვაწოდებ. ვა ეს ესეც Geocell Connect-ი ყველაზე მობილური ინტერნეტი დედამიწაზე. Geocell-ისგან. მადლობა დიდი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროპა ბეტს, რომელიც წარმოგვიდგენს ამ არაჩვეულებრივ თამაშს და ბიჭებს საშუალება მისცა, რომ დღეს თანხა მოეგოთ. ეს თანხა თქვენია ბიჭებო. მადლობა. მაინც დაცვის თანხლებით კი არ გჭირდებათ ეხა ჯანზე ხართ, მაგრამ დაცვის თანხლებით, დაცვის პოლიციის თანხლებით გაგასწრებთ. დიდი მადლობა. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ანატოლი ბოისა, კოტე ტუღუში. აქეთ ყავს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის ამ არაჩვეულებრივ მომენტზე გახარებული ვარ რომ ჩვენმა კალათბურთელებმა მოიგეს თანხა 10000 ლარი ფინალამდე თუ მივიდოდნენ მართლა დარწმუნებული არ ვიყავი მაგრამ შენურად ითამაშეს რაღაცა საზრიანად ლოგიკურად იმჟელეს და ნელა მივიდნენ იქამდე რომ აი ამ შვებულების ჯამს შესანიშნავად დაისვენებენ ოჯახებთან ერთად ასე რომ გამოგვიგზავნეთ აპლიკაციები ყურადღება მიაქციეთ ჩვენს მისამართს ან მომზადეთ თქვენი განცხადებით პირდაპირ იმედში ითამაშეთ ჩვენთან ერთად ფულთან ეს არის შოუ ფულთან თამაში დროებით